ვისაუბრებ ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია თუ ბევრი შრომა. ადამიანებს ხშირად აქვთ კითხვა, რომ ანუ ნიჭიერი უნდა ვიყო, რომ წარმატებული გავხდე ამ სფეროში თუ ბევრი უნდა ვიშრომო თუ ორივე ერთად. მეორეს მხრივ არის, რომ გამართლება შეიძლება ბევრი ამის ამით, რომ აი ის ნიჭიერია და რა თქმა უნდა წარმატებას მიაღწია და მე რა ვქნა, რომელსაც თქვა რაღაცა კონკრეტული ნიჭი არ მაქვს. და სინამდვილეში რა არის სიმართლე? რა არის სიმართლე ყველა წარმატებულ ადამიანებს შორის. არის მოსაზრება, რომ 10,000 საათის პრინციპს ეძახიან, რომ თუ რაღაცაში დახარჯავ 10,000 საათს, იქნები წარმატებული. ეს რაღაც ძალიან კონცეპტუალურად შეიძლება სიმართლე იყოს დიდწილად, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთი, რომ მარტო 10,000 საათის დახარჯვა არაა საკმარისი, მნიშვნელოვანია როგორ დახარჯე ეს 10,000 საათი, მნიშვნელოვანია ღრმა ფოკუსს ეძახიან, ის რომ კომფორტის ზონა დაარღვიო, ის რომ ყავდეს ადამიანი ან კონდეს სტრუქტურირებული ფორმა, რაშიც ან მეცადინეობ, ან სწავლობ, ან ვარჯიშობ, ან საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდეს ეს შენი 10,000 საათი. ანუ მარტო უმიშრომა საკმარისი არ არის და მეორე არის სფეროები, სადაც რომ 10,000 საათი იშრომო, წარმატებას ვერ აღწევ, ან მაინც გაჯობებენ ნიჭიერი ადამიანები. ახლა ვთქვათ, რომელია ესეთი სფეროები და რომელს რა ჭირდება. დავიწყოთ ყველაზე მეტად ნიჭისაც საჭიროა იქ. მაგალითად, თუ ადამიანი არის მომღერალი, მსახიობი, ოპერის მომღერალი, აქ ნიჭს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა 60% ნიჭია. აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, რამდენს შრომობ, თქვათ 40% დაახლოებით. მაგრამ წამყვანი მაინც ნიჭია. ასეთი ადამიანები დაახლოებით საშუალოდ პროფესიონალი რო გახდე 3-4 საათი ვარჯიშობენ დღეში. ხო, ან 3-4 საათი თითქოს არ არის დიდი დრო, მაგრამ მუსიკოსისთვის სუფთა 3-4 საათი ვარჯიში ცოტა არ არის ნამდვილად. მეორეს მხრივ, აი მაგალითად ფეხბურთელები, კალათბურთელები, სპორტსმენები, სხვა ხელბურთელები და ასე შემდეგ. მანდაც სადღაც 65-70% არის ნიჭი, 35% არის დაახლოებით შრომა. რამდენს შრომობ. რადგან ახლა კალათბურთელის შემთხვევაში მაგალითად სიმაღლე, სისწრაფე, რამდენად სპრინტის შემთხვევაში, როცა ადამიანს უცებ ჩქარა უნდა გაიქცეს, რამდენად აქვს ენერგია, რომ ერთ ბაშად დიდი ენერგია დახარჯოს და ასე. არის რაღაცები, რაც ეს თანდაყოლილია დიდწილად და გავლენა გაქვს ვარჯიშით რაღაც დონეზე, მაგრამ დიდი გავლენა არა გაქვს. ასევე არის ეგეთი არის მაგალითად აი ეს გიმნასტიკას რომ ეძახიან, ანუ ტანვარჯიში მაგალითად, ტანვარჯიში ძალიან ადრიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა, უნდა კონდეს ძალიან მოქნილი სხეული, ფიზიკური გარემოებები ძალიან მნიშვნელოვანია. გაბედული და ასე შემდეგ, ანუ ბევრი რამე უნდა დაემთხვეს, იგივე მუსიკოსი თუ გინდა იყოს, სმენა უნდა კონდეს, პიანინოზე თქვა პროფესიონალურად რომ დაუკრას და ასე. იგივე ჭადრაკზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შრომა, მაგრამ ძალიან ასევე მნიშვნელოვანია მაღალი ინტელექტი კონდეს ადამიანს, სივრცული აზროვნება კონდეს, მოდელები ის დანახვის უნარი კონდეს, კარგი მეხსიერება და უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, შესაბამის გარემოშიც უნდა დაუთმოს 4-6 საათი დაახლოებით, ანუ აი დიდოსტატები ვინც არიან ჭადრაკში 4-6 საათს უთმობენ დღის განმავლობაში დაახლოებით. მაგალითად, სპრინტის შემთხვევაში საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი მონაცემები, ძალიან ათლეტური აღნაგობა უნდა კონდეს, სწრაფი უნდა იყოს ბუნებრივად ადამიანი. ეს ბოლტი რომ არის, უსამ ბოლტი ქვია, მე მგონი ყველაზე ის ვინც არის ჩქარა ვინც დარბის რომ ნახოთ, ხო, ანუ
იმ სიგრძე ფეხები აქვს, რომ ზოგჯერ ჩვეულებრივ სხვა მორბენლის სიგრძე მარტო ფეხები აქვს, მაგრამ ანუ იმდენად დიდი უპირატესობა აქვს ეხლა მაგ ადამიანს სირბილში, რომ როგორ გინდა რომ წინააღმდეგობა გაუწიო, ამიტომ მან 70% შეიძლება მეტიც იყოს ეს ნიჭი და წინასწარი განწყობა და 2-3 საათი საკმარისია. ხა დღეში რომ იმან 2-3 საათი ივარჯიშონ, სრულიად საკმარისია რომ აჯობოს თუნდაც მე თქვათ 8-9 საათი რომ ივარჯიშონ იმ სირბილში, მაჯობებს რა თქმა უნდა, ან კიდე ბევრ სხვას, მათ შორის სპორტსმენებსაც მე მგონი ვერავინ ვერ ეწევა ყოველ შემთხვევაში აქამდე და ხო, ნეიროქირურგია მაგალითად, ნეიროქირურგიასაც ჭირდება ნიჭი, ჭირდება ძალიან სტრესის მიმართ მაღალი ტოლერანტულობა, ძალიან ხელების მოქნილობა ჭირდება, სწრაფად გაწყვეტილების მიღება, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შრომაც, მაგალითად 10-12 საათს ვარჯიშობენ ნეიროქირურგები, ამიტომ ნეიროქირურგია ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ცრთული სფეროა და ბალანსი ჭირდება რა, რომ ანუ მარტო შრომა არ კმარა, მოკლედ ნიჭიც უნდა ქონდეს, მაგრამ შრომა ჭირდება უზომო. აი, თქვა, კაი ფეხბურთელი თუ შეიძლება გახდე, ნიჭიერი ხარ და 5 საათი ვარჯიშობ, აქ ვერა, ნიჭიერი ხარ და 10-12 საათი უნდა ივარჯიშო, რომ კაი ნეიროქირურგი გახდე. ამიტომ უფრო ძნელი. ბალეტი ასევე ნიჭი ჭირდება უფრო მეტად, მაგალითად მათემატიკას ნიჭი ჭირდება. ელექტრონულ სპორტს ჭირდება ორივე სხვათა შორის და ძალიან დიდი კონკურენციაა. ამიტომ ანუ არა მარტო ნიჭიერი უნდა იყო ელექტრონული სპორტის შემთხვევაში, არამედ უნდა დაუთმო ძალიან დიდი დრო ასევე. ანუ განსაკუთრებული რეაქცია უნდა გქონდეს, თვალისა და ხელის კოორდინაცია უნდა გქონდეს ძალიან მაღალი, მულტიტასკინგი უნდა შეგეძლოს თამაშის დროს, თამაში უნდა გრძნობდე კარგად და 6-8 საათი ზოგჯერ მეტსაც ვარჯიშობენ ხოლმე ეს ელექტრონულ სპორტში ვინც არიან და თუ გუნდური თამაშია საერთოდ გუნდური სტრატეგიები და ამიტომ აქ ნიჭიც არის აუცილებელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის მნიშვნელოვანია დროც ასევე. აი 3D არტისტი მაგალითად 3D ვინც ხმის ფიგურებს და 3D თქვათ ანიმაციებს და ეს აქ საჭიროა ნიჭიც საჭიროა და hard working-იც საჭიროა, ანუ შრომაც საჭიროა, მაგრამ ნიჭი ცოტა უფრო მნიშვნელოვანია, მაგალითად ვიზუალური სივრცული აზროვნება უნდა გქონდეს. კარგი, აი რო შეხედავს ადამიანი კარგად უნდა წარმოიდგენდეს მაგალითად მის სივრცეში, ფიგურის სივრცეში დატრიალებას როგორი იქნება, ან ფიგურის სივრცეში გადაადგილებას, ან კრეატიული უნდა იყოს, დეტალებზე ორიენტირებული უნდა იყოს და ძალიან ვთქვათ შეეძლოს რომ საათობით იჯდეს და იფიქროს რაღაც კონცეპტზე და მე აკეთოს ეს. დაახლოებით 4-6 საათი ვარჯიშობენ ესეთი ადამიანები, ვინც ვთქვათ 3D მხატვრები ვინც არიან, ფიგურებს აკეთებენ, ან ანიმაციებს და შემდეგ 4-6 საათს უთმობენ დღის განმავლობაში. ანუ აქაც ბალანსია. ეს უზომო შრომა არ ჭირდება, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შრომა ჭირდება. ახლა ვთქვათ ის პროფესიები, რომელსაც ჭირდება ნაკლები ნიჭი და მეტი შრომა, ესეთია მაგალითად ნუ სპორტიდან მარათონია ეგეთი. ამიტომ რომ მარათონელები ხდებიან ნებისმიერ ასაკში თითქმის, მანდ არის 70% შრომა, 2-3 საათი დღეში ივარჯიშე და ნიჭი მცირე ნიჭი ჭირდება ის რომ აერობული შესაძლებლობები გქონდეს ადამიანს მეტ ნაკლებად განსაკუთრებული არაფერი. 70-30-ზე, ან 70% არის შრომა. entrepreneurობა, ანუ ბიზნესის დაწყება და მცირე ბიზნესის ფლობა, ეგ 80% არის შრომა და 20%-ია ნიჭი. ის 20%-ია მაგალითად კრეატიული აზროვნება, რისკის საკუთარ თავზე აღება, ინტერპერსონალური ურთიერთობები უნდა შეგეძლოს და დამატებითი კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორია მან, ოღონდ უნდა იყოს ადამიანი ძალიან მიზან დასახული მაგ დროს, ანუ თუ კი აი ბიზნეს
ბიზნეს გაკეთებას აპირებს და ესე რას ნიშნავს ეგ რომ мотивация არ დაკარგო ძალიან ბევრი წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი რა ანუ როცა ანუ წყალქვეშ მოკლედ ბევრი იშრომო ისე რომ იცოდე რომ აი ხელშესახებ მიზანი შედეგი ახლა არ გაქვს მაგრამ შრომობ და მე იმას მიიღებ აი ეგ არის ერთ-ერთი წამყვანი ის წამყვანი მახასიათებელი ანტრეპრენერების მცირე ბიზნესისაც მცირე ბიზნესში მაშინ შეიძლება გქონდეს შემოსავალი მაგრამ მაინც ბიზნეს ნებისმიერ შემთხვევაში მოსამზადებელი პერიოდი ჭირდება წაგებაზე რომ მუშაობ ეგ პერიოდიც არის შესაბამისად ინგლისურად ქვია grit და ქართულად არ ვიცი ალბათ უკეთ იცით თარგმანი და ვინც იცით დამწერს კომენტარებში ან გაუტეხელობა ან გაუტეხელი სული რაღაც ესეთი ალბათ რომელიც მიუხედავად იმისა რომ თქვათ რომელიც არ ნებდება მუდმივად აკეთებს რა ეს ჭირდება 10-12 საათი მუშაობა ანუ ანტრეპრენერები არიან ადამიანები რომელსაც შეუძლიათ 10-12 საათი იმუშაონ რისკის თავისთავზე აღება ანუ ნიჭით საჭიროა მაგრამ მაინც უფრო მეტად შრომის მოყარეობაა რა მედდა მაგალითად მედდა სჭირდება შრომა ცარიელი შრომა 75% არის შრომა 25% არის ნუ რაღაცა ემპათია მეხსიერება და ესე უნდა გქონდეს გაყიდვებს სჭირდება ასევე შრომა დიდწილად და ცოტა ჭირდება რომ ბუნებრივი ქარიზმა საუბარი შეგეძლოს ნორმალურად კომფორტული იყო მაშინ როცა უარყოფის მიღება შეგეძლოს კომფორტულად გრძნობდე როცა უარყოფენ ამ სიტუაციებში თავს და რა თქმა უნდა საჭიროა ცოდნა პროდუქტის წმენა გამოიწვია ადამიანებში ურთიერთობების აგება და გამძლეობა და ინტერპერსონალური ურთიერთობა ან ბევრი რამე საჭიროა მაგრამ მაინც უფრო გაყიდვებშიც შრომა უფრო მეტად მოდი ასე ვთქვათ უფრო მეტად სწავლადია ვიდრე ნიჭზე დაფუძნებული იგივე ითქმის მაგალითად კომპიუტერულ მეცნიერებებზე 65% შრომაა, მოკლედ 35% ნიჭია, ნუ ნიჭი უნდა გქონდეს ლოგიკური აზროვნების უნარი და პრობლემის გადაწყვეტისკენ მიდრეკილება უნდა გქონდეს. სწრაფად სწავლის აზროვნების უნარი თუ გაქვს, ძალიან კაია კოდირება და ეს 4-6 საათის განმავლობაში მუშაობენ საშუალოდ. ნუ ასევე მზარეულობა სჭირდება მაგალითად უფრო მეტი შრომა ვიდრე ნიჭი, თუმცა რაღაც კარგი გემოვნება, ესთეტიკის შეგრძნება და რაღაცები უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა. ჟურნალისტობა სჭირდება, უფრო მეტი შრომა, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ბუნებრივად ადამიანი იყოს ცნობის მოყარე, მაგალითად, კარგად წერდეს, კარგად საუბრობდეს, სწრაფად ფიქრობდეს, ან რაღაც ნიჭები მაინც სჭირდება, მაგრამ management leaderships 60% შრომა, 40% არის ეს პერსონალური ურთიერთობები, ის რომ ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, networking-ი, ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, mentorship-ი და ის რომ შთააგონო ადამიანების სტრატეგიული აზროვნება, მოკლედ მენეჯმენტი უფრო ახლოსა ნიჭის და ორივე საჭიროა ნიჭიც და შრომაც, მაგრამ უფრო შრომა მეტია საჭირო, დაახლოებით 60% შრომა, 40% ნიჭია მან. და თან 8-12 საათი მუშაობა, ძალიან ბევრს მუშაობენ. Public public speaker-ები 70% შრომაა, მოკლედ და 30% დაახლოებით ნიჭია. ნუ ნიჭი უნდა გქონდეს სცენაზე კომფორტულად იგრძნო თავი, ამბის მოყოლის ნიჭი, საუბრის ნიჭი და ასე აუდიტორია რო აიყოლიო და ასე. ანუ ნიჭი ამანდაც საჭიროა, მაგრამ დიდი მნიშვნელოვანია შრომა. განათლების სისტემაში მაგალითად აი ის სწავლება, განათლება მანდაც უფრო მეტად შრომაა საჭირო ვიდრე ნიჭი, მაგრამ მასწავლებლობა სჭირდება მოთმინება, კომუნიკაციის უნარი, ახსნის უნარი, ემპათია, პროგრამირება უფრო მეტად შრომაა, თუმცა ნიჭი საჭიროა ლოგიკური აზროვნების უნარი, მაგალითად პრობლემების გადაწყვეტისკენ მიდრეკილი უნდა იყო, გუნდურად მუშაობა უნდა შეგეძლოს და ესე მაინც საჭიროა. ნუ ტოპ პროფესიებში როგორ არის, აი ტოპ პროფესიები რო დავასახელოთ, მაგალითად ეს software developer-ები ვინც არიან, უფრო მეტად შრომა საჭირო, მოკლედ მენეჯერობაში უფრო მეტად შრომა გჭირდება, გაყიდვები
გაყიდვებში უფრო მეტად შრომა გჭირდება, მასწავლებლობა უფრო მეტად შრომა, ბუღალტერი შრომა, მძღოლი შრომა, პროექტების მენეჯერი შრომა, მარკეტინგიც უფრო მეტად შრომა, მაგრამ საჭიროა ნიჭიც, მაგრამ უფრო მაინც შრომა, ექიმებიც ახლოს არიან, თუმცა მნიშვნელოვანია მაგალითად აი მეცნიერული აზროვნების უნარი, დიაგნოსტიკური უნარები, ემპათია, კომუნიკაცია, მეხსიერება, თუმცა უფრო მეტად მაინც ცოტა უფრო მეტად შრომა, ნუ ვიტყოდი 45-55-ზე ვთქვათ, 55% შრომა, 45-40% ისა ნიჭი. ფინანსისტი შრომა უფრო მეტი, HR შრომა, ელექტრიკოსი შრომა, ვებ დეველოპერიც უმეტესად შრომა. ხო, ეხლა და ვთქვათ წარმატებული ადამიანები დაახლოებით რა დროს მუშაობენ რომელ სპეციალობებზე, რეალურ გულისხმობ რომ აი რა დრო უნდა დაუთმო რომ წარმატებული გახდე რა. მაგალითად დეველოპერები, წარმატებული დეველოპერები 6-8 საათი და ზოგჯერ თუ აი რამე პროექტი აქვს ჩასაბარებელი ისეთი 10 საათი და მეტიც მუშაობენ დღის განმავლობაში, მენეჯერები დიდხანს მუშაობენ, ზოგჯერ 12 საათზე მეტს მუშაობენ დღისით, გაყიდვები 10 საათი და მეტი დღის განმავლობაში, ისე მასწავლებლები 8-10 საათი გააჩნია, ბუღალტრები 8-10 საათი და მეტიც, ან წარმატებულები კიდე მეტს მუშაობენ, მაგალითად საწვრთნოს მძღოლები 8-11 საათი მუშაობენ, წარმატებულები ვინც არიან და პროექტების მენეჯერებიც 10-12 საათი, მარკეტინგიც 10-12 საათი მუშაობს, ანუ ჯამში ძალიან დიდი დრო მუშაობენ წარმატებული ადამიანები, ანუ იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა ნიჭიერი ხარ თუ არა, თუ გინდა რომ ტოპში მოხვდე, მაინც ძალიან დიდი დროის განმავლობაში უნდა იმუშაო დღის განმავლობაში, ის ნიჭი გეყოფა იმაში რომ უბრალოდ კარგად იგრძნო, მაგრამ იმისთვის რომ რამე დიდ წარმატებას მიაღწიო, გჭირდება მოკლედ ის ბევრი შრომა არ აქვს მნიშვნელობა სფეროს, ნუ სადაც ნიჭი უფრო საჭიროა, იქ ნაკლები შრომა გჭირდება შედარებით. მაგალითად აი ფეხბურთელები, ხო? სადაც ფეხბურთელები 65-70% არის ნიჭი. მან 4-6 საათით შრომით დღეში პროფესიონალები ხდებიან. ნუ რონალდო და კიდე რამდენიმე ფეხბურთელი 6-ზე მეტასაც ვარჯიშობს დღის განმავლობაში, რაც გამონაკლისურად მეტად ითვლება რა, რომ ახლა 8 საათი რო ივარჯიშობს დღეში, ფეხბურთელი ითვლება რომ ძალიან ბევრს ვარჯიშობს. იგივე ტენისში, იგივე კრიკეტი, გოლფი, კალათბურთი, ყველგან ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია და ცურვა მაგალითად და ყველგან 5-4-6 საათები ვარჯიშობენ ნიჭიერი ადამიანები ძირითადად. ხო, ნუ მედიცინას რაც შეეხება, მედიცინას თითქმის 50-50 ჭირდება, ქირურგიას ნიჭი ჭირდება ბევრად მეტი ვიდრე შრომა, მაგრამ შრომა ძალიან ბევრი ჭირდება, უბრალოდ ქირურგია არის, აი ძალიან გამონაკლისია რა, რომელსაც ნიჭიც მაღალ დოზით ჭირდება და შრომაც განსხვავებით სპორტისგან, მაგალითად, სადაც სპორტში ნიჭი თუ მეტი აქვს ადამიანს ჯაბნის, თუ ბაზისურად ვარჯიშობს, მოკლედ სხვა ჯობნის, ქირურგიაში ასე არა, ქირურგიაში ნიჭთან ერთად აუცილებელია ძალიან ბევრი შრომა, ამიტომ ნუ ქირურგები სხვა წელს განსაკუთრებით ვაფასებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მაქვს ისა ქირურგიის ნიჭი არანაირი, ძალიან პატივსაცემია მოკლედ ეგ სფერო. ხო. და ნუ მედიცინაში კიდე თითქმის ყველაფერში არის 50-50 რა. საჭიროა რომ მეცნიერული გაგების უნარი გქონდეს, ემპათია, კომუნიკაცია, ან რაღაც ნიჭები საჭიროა, მაგრამ შრომა ძალიან ბევრია ასევე საჭირო. 10-12 საათი, 8-10 საათი გააჩნია ადამიანს, გააჩნია სფეროს. მაგრამ 10 საათზე მეტი რა. თუ გინდა რომ ძალიან წარმატებული იყო 10 საათზე მეტი დღის განმავლობაში. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რა სპეციალობის ხართ და რამდენ საათს უთმობთ დღის განმავლობაში და რამდენად წარმატებულად თვლით თქვენს თავს თქვენ სპეციალობაში. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.